ბრუნდების სტუდიაში თქვენ უყურებთ 20-30 რეგიონებში როგორ ვითარდება სოფლის მეურნეობა ქვემო ქართლში, რა მიმართულებით იხარჯება შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში გამოყოფილი თანხა ჩაანაცვლებს თუ არა მარნეულში მოყვანილი ბოსტნეული იმპორტირებულ პროდუქტს, რა პრობლემები და პერსპექტივა აქვს ადგილობრივ ფერმერს. ნინუცა კახნიაურიკო ქვემო ქართლიდან ჩაგვართება. ნინუცა, პირდაპირ ეთერში ხარ, გისმენთ. მოგესალმებით. 20-30-ის გადამღები ჯგუფი დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობას შევხვდით. ადგილზე მუშაობა საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან ქართული ენა აქ თითქმის არავინ იცის. ქვემო ქართლის მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყარო მარცვლეული, ბოსტნეული და სასათბურე მეურნეობებია. აქ მიწას განსაკუთრებულად აფასებენ და ამბობენ, რომ არსად ისეთი მოსავალი არ მოდის, როგორც მათთან. ვნახოთ რეპორტაჟი. მიწის გარეშე ჩვენ არაფერს წარმოვადგენთ. მარნეულში მიწა განსაკუთრებით მოსავლიანია. გლეხმა კარგად იცის, თუ იმუშავებს, მოსავალსაც მიიღებს. დაუმუშავებელი ნაკვეთის ნახვა ქვემო ქართლში თითქმის შეუძლებელია. და გამაჯერებს სახლში. გლეხი იმისთვისაა, რომ მიწას მოუაროს. ადგილი არ გვაქვს დატოვებული, სადაც რამე არ დავთესეთ. ყველაფერი მოგვყავს. აბა ვინ იღებს მოსავალს წელიწადში სამჯერ და 4ჯერაც ვიღებთ. სამაიამ სოფელ აშაღის სარალიში სამომხმარებლო სესხით მარწყვი 2 ჰექტარზე გააშენა. მიწას მთელი წელი თვითონ უვლის. დამხმარეებს მხოლოდ მოსავლის აღების დროს ქირაობს. ამბობს წვეთოვანი სარწყავი სისტემა რომ ჰქონდეს, წელს 2ჯერ მეტ მოსავალს მიიღებდა. მარნეულში მთავარ პრობლემად მაინც მოსავლის რეალიზაციას ასახელებენ. ბაზარი გვაქვს პატარა და გვიწევს იაფად გავყიდოთ. 1 კილოგრამ მარცვლს არ ატყვიდი. გადამყიდველებს ვატან. დიდი ბაზარი რომ მქონდეს, შემოსავალი უფრო მეტი გვექნება. შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტში გასულ წელს 20 მილიონ ლარზე მეტი გაიცა. ამ თანხით ადგილობრივებმა მეცხოველეობისა და სასათბურე მეურნეობის განვითარება დაიწყეს. მარნეულში კიტრის, პომიდრის და მარწყვის სათბურები რამდენიმე ჰექტარზეა გაშენებული. 2 ჰექტარზე გავაშენე სათბური აწარმოეს საქართველოს ფარგლებში. ავიღე აგროკრედიტი, რაც დამეხმარა იდეის განხორციელებაში. დეკემბერში დავიწყეთ. აგვისტოს ბოლომდე 400 ტონა პომიდრის რეალიზაციას ვგეგმავ. სათბურში 30 ადგილობრივი ყავს დასაქმებული და მათი ხელფასი თვეში 600-დან 700 ლარამდეა. ვაპირებთ კიდევ გავფართოვდეთ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ვაწარმოებთ ადგილობრივ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციას. ქვემო ქართლში სასათბურე მეურნეობა სხვადასხვა წამყვან ქვეყნებში აპრობირებული ტექნოლოგიებით ვითარდება. ადგილობრივების თქმით, დარგის კარგად განვითარების შემთხვევაში იმპორტირებულ, ხშირად არაჯანსაღ პროდუქტს ბაზარზე ადგილობრივი ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი ჩაანაცვლებს. დაბრუნდით სტუმრებთან ერთად, ახლა ჩემთან ერთად იმყოფებიან მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ასევე სოფლის მეურნეობის რეგიონალური წარმომადგენელი და ფერმერი. ბატონო ბეჟან, დავიწყებთ თქვენით. რამდენად უწყობს ხელს ადგილობრივი თვითმმართველობა გლეხებს და ფერმერებს? თავისთავად, ჩვენ იმედი მოგვეცა ეს ახალი მთავრობა რომ მოვიდა, რომ ჩვენ ცხოვრება წინ წაგვივიდოდა. აი ჩვენ ახლა სათბურში ვდგევართ, სადაც რომელიც არის იმის მაგალითი, რომ ნამდვილად გვეხმარება ჩვენ მოსახლეობას. ჩვენ გვაქვს სარწყავი სისტემები მოწყობილი, მოგვიწყვეს სოფლებში ყველგან, ჩვენთან ჩვენ სოფლებში პირადად გვაქვს გზების მიმდინარეობების გზების შერემონტება, გაკეთება, არის ელექტროგაყვანილების ქუჩის განათება. კონკრეტულად თქვენ ბატონო ბეჟან, რით შეგიწყოთ ხელი ადგილობრივმა თვითმმართველობამ? ადგილობრივმა თვითმმართველობამ ჩვენ ყოველთვის ყველაფერში გვეხმარებოდა და იმედი მოგვეცა და ამ იმედის შედეგი არის, რომ მე შევქმენი კოოპერატივი. მინდა რომ სანერგე მეურნეობები მოვაწყო, მინდა რომ მოვაწყო მარწყვის სათბურები. თამაში ხელს გიწყობენ. თავისთავად მისწობენ მიწის მოლაპარაკება და უკვე არის სადღაც დავიწყებთ ამის მშენებლობას უკვე. ჩვენ ვნახეთ სათბურები, ძალიან მასშტაბური და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი. რამ გამოიწვია ასეთი სწრაფი ტემპით სასათბურე მეურნეობების მშენებლობა და დახვეწა? არა მარტო სათბურე მეურნეობების, სოფლის მეურნეობის დარგში ძალიან დიდი ყურადღებას რჩევს არსებული ხელისუფლება სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით და თუ ადრე ძალიან პრობლემა იქნებოდა, რომ ნებისმიერი სახის კრედიტი იყო თუ რაიმე ნაბიჯის გადაგმა სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით, იცით რომ მომენტალურად იყო დაბლოკილი ამ კრედიტს ჰქონდა ისეთი მაღალი პროცენტი, რომ საერთოდ წარმოუდგენელი იყო, რომ სოფლის მეურნეობის რან გლეხს, ან კიდევ ფერმერს აიღო ის კრედიტი და ესარგებლა. სათბურების განვითარება გამოიწვია
ძირითადად იმან, რომ ხელისუფლების ხელშეწყობით ამ ბოლო 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობს იაფიანი კრედიტის გაცემა და აღნიშნული თანხის რესურსმა გააჩინა შესაძლებლობები, რომ მოსახლეობამ და ფერმერებმა და გლეხებმა მათ შორის წარმართო თავიანთ საქმიანობას სოფლის მეურნეობის განვითარებით და ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია სასათბურე მეურნეობების განვითარებას. მე გეტყვით, რომ დაახლოებით 2 წლის განმავლობაში მარნეულის რაიონში რამოდენიმე ჰექტარზე გაშენდა სასათბურე მეურნეობა, რომელიც სრულიად კონკურენტუნარიანი არის იმ სასათბურე მეურნეობების იმ პროდუქციისგან, რომელიც შემოედინება საქართველოში. მოსახლეობა ამბობს, რომ კარგი მოსავალი მოდის, თუმცა უჭირთ რეალიზაცია. თუ იგეგმება ამ კუთხით დახმარება, ან აგრობაზარის გახსნა, ან ხილის და ბოსნეულის მიმღები პუნქტების გაკეთება. თუ ვისაუბრებთ სასათბურე მეურნეობებში მოყოლი პროდუქციაზე, მათ არ უჭირთ პირიქით ძალიან სწრაფად აქვთ რეალიზაცია, იმიტომ რომ ჩვენთან მოყოლი პროდუქცია ძალიან კარგად ფასობს და უცებ მომენტალურად აკეთებენ რეალიზაციებს. რაც შეეხება გლეხურ მეურნეობებში და მცირე საწარმოებში, რომლებიც გააჩინა გლეხებს, ეს საერთო სტრატეგია არის საერთოდ მიდგომა, რომელზეც მუშაობს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ალბათ მოხდება წინასწარი დაგეგმა და სტრატეგიის შემუშავება და შემდგომ რეალიზაცია პროდუქციის. ანუ მოსახლეობას მიეცემა იმის საშუალება, რომ საკუთარი ხელით მოყვანილი პროდუქტის რეალიზაცია მოახდინოს. რა თქმა უნდა, მას ეს ფართო მასშტაბიანი პროგრამის განხორციელება ალბათ ვფიქრობ საჭირო და ალბათ აუცილებელია შეიქმნას მიმღები პუნქტები, მის რეალიზაციო პუნქტები, გადანაწილება მოხდეს და შემდეგ ფიქრი რა თქმა უნდა ექსპორტზე გატანას, რომელსაც თავისი მოთხოვნილებები გააჩნია და შესაბამისი სტანდარტებს უნდა იცავდეს. ბატონო გერონტი, თქვენთან საკონსულტაციო ცენტრში ძირითადად რა პრობლემებით მოდიან გლეხები და რა ტიპის დახმარებას უწევთ? ჩვენთან საკონსულტაციო ჯერ მინდა ვთქვა, რომ ჩვენი სამმართველო არის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველო, მაგრამ ამ სამმართველოს თავისთავად დარჩა ის ფუნქციები, რასაც ასრულებდა მარნეულის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახური. თქვენ რით ეხმარებით მოსახლეობას? ჩვენ მოსახლეობას ვეხმარებით, ჩვენთან მოდიან მოსახლეობა ახალი ტექნოლოგიების ათვისების მიზნით კონსულტაციებზე, ასევე მოდიან მიმდინარე სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დანერგილ პროექტებთან დაკავშირებით, დანერგე მომავალი ბატონო აგროკრედიტი, იაფიანი აგროდაზღვევა და ასე შემდეგ ამ საკითხებზე მოდიან ასევე წარმომადგენელს მინდა ერთი შეკითხვით მივმართო. აგროკრედიტის და აწარმოის საქართველოს ფარგლებში გაცემული თანხა ძირითადად რა მიმართულებით იხარჯება, თუ გაქვთ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია? ძირითადად მარნეულის მუნიციპალიტეტში სადღაც იაფი აგროკრედიტით 20 მილიონამდე გაცემული თანხა არის და ეს დაახლოებით 70% მეცხოველეობის განვითარებაზე მიდის, დანარჩენი მემცენარეობის კულტურების წარმოებაზე. რაც შეეხება სასათბურე მეურნეობა თავისთავად მოიცავს ეს ჩვენს ნახეთ ჩვენი თვალით და ამაში დარწმუნებული ვართ. ისევ დაგიბრუნდებით თქვენ მოსახლეობის ნაწილს აქვს სარწყავი წვეთოვანი სისტემის პრობლემა. ამ მიმართულებით თუ იგეგმება რაიმე სახის დახმარება? თუ ვასე დავსვათ საკითხს, მოსახლეობას საერთოდ ჰქონდა სარწყავი წყლის პრობლემა და სარწყავი არხების პრობლემა და მე გეტყვით, რომ მიმდინარე 2 წლის განმავლობაში დაახლოებით 350 კილომეტრავდის სარწყავი არხი გაიწმინდა, აშენდა ახალი სათაური ნაგებობები და მიმდინარეობს დღესაც ახალი სარწყავი არხების მშენებლობა. ისე რომ მოსახლეობის მოთხოვნილება სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით ფაქტიურად უახლოეს მომავალში დაკმაყოფილებული იქნება სარწყავი სისტემებით მომარაგება. რაც შეეხება თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, ამაზე ძირითადად სახელმწიფო ფიქრობს, არსებობს სხვადასხვა პროგრამები, მათ შორის ერთ-ერთი პროგრამა, როდესაც სახელმწიფო აფინანსებს ახალი ტექნოლოგიებს 50% და მათ შორის სარწყავ სისტემას. ანუ მათ თუ ექნებათ სურვილი, შეუძლიათ რომ მოიპოვონ, მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა პროექტში და თვითონ მოაწესრიგონ ეს სისტემა. რა თქმა უნდა, ორიენტირი გაკეთებული ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და მათ თუ ექნებათ ამის სურვილი, შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა. მადლობა მინდა გითხრათ. ძალიან დიდი მადლობა ნინოცა. ნინოცა, ძალიან დიდი მადლობა გადაუხადა შენს რესპონდენტებს. ნინოცა კახნიაური მარნეულიდან გვერდებოდა, ეს კი 2030-ია, მე მაკაცინცაძე ვარ და ხვალამდე გემშვიდობებით. მშვიდ ღამეს გისურვებთ, დროებით.